გამარჯობა მეგობრებო, წინა ვიდეოს კომენტარებში დაგვიწერეს, რომ გადავიღო Hunter x Hunter-ზე შემდეგი ვიდეო და რადგან მე ჩემი მაყურებლების აზრს ვითვალისწინებ, გადავიღე Hunter x Hunter-ზე ვიდეო. თუ არ იცით როგორი ანიმეა Hunter x Hunter-ი, ახლა მე გავაკეთებ მასზე აღწერას. ჰანთერები არიან იგივე მონადირეები, რომლებიც იცავენ ჩვეულებრივ ადამიანებს ბოროტმოქმედებისგან. როდესაც ჰანთერების გამოსვლას ჩააბარებ, გაძლევენ ასეთ დამადასტურებელ საბუთს, რომლის მეშვეობითაც შეგიძლია ნებისმიერ კაფეში და შემდეგ ისარგებლო. ყველა ჰანთერს აქვს თავისი ძალა. ამ ძალას ჰქვია ნენი. როგორ მუშაობს ნენი? ნენი არის 6 კატეგორიის. პირველი კატეგორია არის გამაძლიერებელი, შემდეგ არის ტრანსფორმერი, შემდეგ წარმომქმნელი, შემდეგ შემლოცველი და შემდეგ მანიპულატორი, ხოლო ბოლო მე-6 არის სპეციალისტი, რომელიც არის უიშვიათესი კატეგორია და თუ მას ფლობ 6-ვე კატეგორიას. ასევე ნენს აქვს ბევრი რაღაც, მაგალითად კენი. კენით ნენს თვალებში მიმართავ და უფრო კარგად ხედავ, როგორც ჩარინგანი. გაითვალისწინეთ, რომ ამ ვიდეოში არ ჩავსვავ მაჰა ზოლდიქს და ზიგ ზოლდიქს, რადგან მათზე არ გვაქვს თითქმის არანაირი ინფორმაცია. დროა უკვე დავიწყოთ, პირველი იქნება მერუემი. მერუემი არის ჭკვიანი, ძლიერი, სწრაფი და ადაპტირებადი. მიუხედავად იმისა, რომ ნეტეროსთან ბრძოლის დროს საშკარა უპირატესობაში ნეტერო იყო, ბრძოლის შემდეგ, როდესაც პუფმა და იუპი მას ძალები გაუყვეს, ის გახდა ბევრად უფრო ძლიერი და პრაიმებში მოიგებს მერუემი. მეორე ადგილი ის აქვს ნეტერო, მან მთელი თავისი ცხოვრება გაატარა ვარჯიშში და მისი ყველაზე ძლიერი ტექნიკა, ნენის ტექნიკა, 1000 ბუდას ხელი, იმდენად ძლიერია, რომ თავად მერუემაც კი ვერ შეძლო მისი დაბლოკვა, ასე რომ პატივცემული ნეტერო გადის მეორე ადგილზე. მესამე ადგილზე გავიდა გონი, რომელმაც მთელი თავისი ნენის პროცენტულობა დახარჯა იმისთვის, რომ გადასულიყო რეჟიმში, რომელშიც არის მომავალი გონი. ნახეთ ერთი დარტყმით რა უყო ერთ-ერთ უძლიერეს პერსონაჟს, ამიტომ დამსახურებული მესამე ადგილი. მეოთხე ადგილზე გადის გინგი, გონის მამა, რომლის ძალაც არის ნებისმიერი რაღაცის დაკოპირება, რასაც დაინახავს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალა მხოლოდ მანგაში ჩანს და არ ჩანს ანიმეში, მაინც უნდა ჩავთვალოთ, ამიტომ ეს თეორიულად ძალიან ძლიერი ძალაა და საპატიო მეოთხე ადგილი. მეხუთეზე გავიდა ქროლო, რომელსაც აქვს გინგის მსგავსი შესაძლებლობები, უბრალოდ ოდნავ უფრო სუსტი. ის ებრძოდა ორ უძლიერეს ზოლდიქს ერთდროულად და მხოლოდ იმიტომ წააგო, რომ იყო მოუმზადებელი. ასე რომ საპატიო მეხუთე ადგილი. მე-6-ზე გავიდა იუპი, მერუემის მცველებიდან ყველაზე ძლიერი, რადგან ის არის ძალიან სწრაფი, ძლიერი და აქვს ძალიან კარგი რეაქცია, რის გამოც არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი. მან თითქმის მოიგო კილუასთან და 15 ჰანთერთან, რომლებსაც ჰქონდათ 3 და 4 ვარსკვლავები, ასე რომ საპატიო ადგილი. მე-7-ზე გავიდა ჰისოკა, რომელიც გამოირჩევა თავისი კრეატიულობით და ტვინით და მისი ნენიც არის სრულიად კრეატიულობაზე დალაგებული, ასე რომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარგი კომბო აქვს აწყობილი ჰისოკას, ასე რომ საპატიო ადგილი. მე-8-ზე ვარ მე, რადგან კარგად ვიცი ადამიანის სუსტი წერტილები, ვარ სწრაფი, ვარ ჭკვიანი და ვიცი საბაზისო რაღაცეები, რაც უნდა ვიცოდე და ჩემ ნენთან ერთად ხო კიდევ უფრო სწრაფი ვარ და ადამიანების დაშოკვა შემიძლია, ამიტომ საპატიო მერვე ადგილი ჩემს თავს. თან იმუნიტეტი მაქვს შხამზე, ელექტროობაზე და ასე შემდეგ, რის გამოც კიდევ უფრო ძლიერი ვხდები. მე-9 ადგილზე გავიდა ზენო ზოლდიკი, იმიტომ რომ მან საოცრად იცის საბაზისო რაღაცეები, რაც უნდა იცოდეს, ჩემზე ბევრად მაგარი იმუნიტეტები აქვს და ნენიც ძალიან მაგარი აქვს, ასე რომ ჩემი აზრით დამსახურებული ადგილი. მე-10-ზე გავიდა ნეფერპიტუ, რომელიც უდაოდ ძალიან ძლიერია, ჩქარია, ჭკვიანი და ადაპტირებადი არის. მისი ნენი არის მკურნალობაზე, რის გამოც ერთი-ერთზე ბრძოლისთვის ვერ არის ფოკუსირებული, ასე რომ გავიდა მე-10-ზე და არა უფრო წინ ან უფრო უკან. ანუ იმის გამო, რომ ჩემი ძალები მორგებული არის გუნდურ ბრძოლაზე, მე ვერ გავედი უფრო მაღალ ადგილზე, ასე რომ ჩემი აზრით საპატიო ადგილი. მე-11-ზე გავიდა სილვა ზოლდიკი, რომელმაც კარგად იცის საბაზისო რაღაცეები, როგორც ნებისმიერმა ზოლდიკმა და მისი ნენი არის ერთი-ერთზე მორგებული, არ არის ძალიან დიდმასშტაბიანი და არის ძალიან დამანგრეველი, ასე რომ თან ერთი-ერთზე ბრძოლისთვის არის მოწყობილი მისი ნენის ძალა და თან თვითონაც ძლიერია და ამიტომ ჩემი აზრით საპატიო ადგილი. მე-12-ზე გავიდა პუფი, იმის გამო, რომ ის არის ძალიან ჭკვიანი და მისი ნენის შესაძლებლობა არის დაყოფა. მას შეუძლია 10,000-ობით კი დაიყოს, რის გამოც არის ძალიან ძლიერი, თუმცა ისეთი პერსონაჟი, როგორც ზენო ამას რამდენიმე დარტყმაში გაანადგურა. მე-13-ზე გადის მივიწყებული პერსონაჟი რაზორი, რომელიც ძლიერია, ცოტა ჩქარის არის, ჭკვიანიც არის, გამოცდილებას აქვს და მისი ნენის შესაძლებლობა
არა ერთი ერთზე, არამედ 8 ერთზე ბრძოლისთვის არის განკუთვნილი, ნუ ძალიან ძლიერი ნენი აქვს და ჩემი აზრით ეკუთვნის ძალიან დიდი საპატიო ადგილი. მე-14-ზე გავიდა კაიტო იმის გამო, რომ ის არის ჭკვიანი და მისი ნენის შესაძლებლობა არის ძალიან უნივერსალური, ანუ 10 სხვადასხვა იარაღი აქვს. მისთვის ცუდი ოპონენტი არ არსებობს. ანუ ყველა ოპონენტის სტილთან აქვს შეჯახების ვარიანტი. ამიტომ მე-14 ადგილი. მე-15-ზე გავიდა კურაპიკა, რომელიც არ არის თავიდან ძალიან ძლიერი, თუმცა როდესაც ის ჩართავს კურტას თვალებს, ამ დროს ის არის სპეციალისტი და ფლობს 6-ვე კატეგორიას, ასე რომ ხდება 6-ზე ძლიერი და არის ძალიან ძლიერი, ამიტომ საპატიო ადგილი. მე-16-ზე გავიდა ბისკვი იგონის და კილუას მასწავლებელი, რომელიც არის გამოსძლი, ჭკვიანი, ძლიერი და სწრაფი, თან მით უმეტეს ამ ფორმაში. ის არის ძალიან მართლაც რომ ძლიერი ფიზიკური მხარეებითაც და საპატიო მე-16-ზე. მე-17-ზე გავიდა უოგინი. ის ფიზიკური შესაძლებლობებით ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია, თუმცა იმის გამო რომ გონებრივი შესაძლებლობები აქვს ძალიან დაბალი, ამიტომ მოკვდა. მე-18-ზე გავიდა ფეიტანი, იმის გამო რომ ის არის ჩქარი, არის ჭკვიანი და მისი ნენის შესაძლებლობა არის ერთი ერთზე ბრძოლისთვის მორგებული, ასე რომ საპატიო ადგილი. თან კაპიტანის უნარებიც აქვს, ასე რომ კიდევ უფრო საპატიო. მე-19-ზე გავიდა მორელი, რომელიც არის ჭკვიანი და ძლიერი, თუმცა აკლია სიჩქარე. მისი ნენის შესაძლებლობაც უფრო ბევრზე ბრძოლისთვის არის მორგებული, ამიტომ არ გავუყარე უფრო მაღლა. და ბოლო მე-20 ადგილზე გავიდა კნოვი, რომელიც არის ჭკვიანი, სიჩქარეც ჩვეულებრივი აქვს, თუმცა ძალა ძალიან აკლია და მისი ნენის შესაძლებლობები არის ბევრზე ბრძოლისთვის მორგებული, ამიტომ უფრო მაღლა ვერ გავუყარე. თქვენ მითხარით რომელი გირჩევნიათ? მსგავსი ტიპის ვიდეო გადავიღო ნარუტოზე, თუ გადავიღო საოზე, Sword Art Online-ზე, ფარიკაობის ყანონებაზე, რომელსაც აიჩევთ დამიწერეთ კომენტარებში, თუ მოგეწონათ ვიდეო და ალაიქეთ, შეხვედრამდე.